ქართული რესტორანი ლამბრო დასახელდა საუკეთესო რესტორნად პანამაში. ჩვენ ვართ ლამბროს დამფუძნებლები და მოგიყვებით რას? ჩვენს ისტორიას. მოგზაურობთ. არ იყო მარტივი პროცესი ფართის ძებნა, საკმაოდ დიდი ხნით გაიწევა ეს პროცესი. ვეძებდით კასკოვიექოში, ანუ ტურისტულ ადგილას და რო შევჯერდით რაღაც ადგილზე და რო შევთანხმდით, რომ აი ეს საკმაოდ ძვირი იყო, ან ჩვენ ბიუჯეტს ხდებოდა, მაგრამ იმდენად მოგვეწონა, რომ გადავწყვიტეთ რო გვექირავა, ანუ ისე მოხდა, რომ თვითონ მფლობელებმა არ მოგვექირავეს, იფიქრეს, რომ რაღაც საეჭვო საქმიანობისთვის გვჭირდებოდა. ნუ მოკლედ აღარ გააგრძელა ჩვენთან მოლაპარაკება, არ ვიცი ეს ბროკერის ბრალი იყო და ბროკერმა ვერ გაატარა თავის ინტერესები თუ უბრალოდ მართლა ეგ მოხდა, რომ იფიქრეს, რომ რაღაც საეჭვო საქმიანობას ვაპირებდით ამ ფერში, მაგრამ ნუ ფაქტი ის არის, რომ არ მოგვექირავეს და კიდევ დაახლოებით 2 თუ 3 თვით გაიწევა ფართის ძებნა. რის შემდეგაც მარი გალბემ, რომელიც არის ვენესუელელი ჩვენი პარტნიორი, გვაპოვნინა ეს ფართი და ნუ მე და ელენემ რო ვნახეთ ეს ეზო უბანი, რომელშიც ვართ თითქმის 1-2 დღეში გადავწყვიტეთ, რომ გვინდოდა რომ აქ ყოფილიყო ჩვენი რესტორანი. თავიდან ნულიდან დასაწყები იყო რემონტი, წყლის და შუქის გარდა მოკლედ არაფერი არ იყო გამოყვანილი ამ ფართში, ახალი აშენებული შენობა იყო ეს და ნუ ამ ფართში ძალიან ბევრი იყო სამუშაო და აი ეს კონდიციონერი, ნუ ყველაფერი ნოლიდან გავაკეთეთ მოკლედ, აი გაზის გაყვანილობები სამზარეულოში, ტუალეტი, აი ეს სახანძრო გაყვანილობები, ძალიან რთული გამოცდილება იყო პანამაში რესტორნის რემონტი. თავდაპირველად დავიწყეთ ერთ კონტრაქტორთან ერთად მუშაობა, რომელიც როგორც მოიხსენებათ, ნოლიდან გვიწევდა, ანუ აქ ყველაფრის გაკეთება და რომელმაც გავიკეთა პლანოსები და სამზარეულოში რაც ყველა საკეთებელი და სახანძრო რეგულაციებში დავეხმარა. მაგრამ ეს ყველაფერი გავიკეთა, ნუ ესე ვიზუალურად იყო, რომ ვითომ აკეთებდა და აღმოჩნდა თაღლითი ეს ადამიანი და დაუჯერეთ უფრო იმიტომ, რომ დავაკავშირა ძალიან ისეთ ახლობელმა, ერთადერთმა ახლობელმა ადამიანმა, რომელიც იმ დროისთვის ჩვენთვის პანამაში იყო და მოკლედ დავიჯერეთ და მარტივად მოუტყუვდით. მერე შევძელით ამ თანხის უმეტესი ნაწილის ამოღება, მაგრამ დროში ძალიან გაგვეწევა მინიმუმ 4 თვით და მოგვიწია თავიდან დაწყება და მერე გამოჩნდა ადამიანი ანდერსონი, რომელსაც ძალიან დიდი მადლობელი ვარ და ასევე ანდრეი, რომელიც ბელორუსიდანაა და მოკლედ ისინი დაგვეხმარნენ იატაკის დაგებაში და ნუ აქ რასაც ხედავთ, ყველაფერი მაგ ადამიანების გაკეთებულია. ეს ბარიც ანდერსონმა გააკეთა. მოკლედ მოგვიწია 4 თვის მერე ისევ თავიდან დაგვეწყო მუშაობა. მაგრამ ანდერსონს განსაკუთრებული მადლობა მინდა რომ გადავხადო, იმიტომ რომ რაღაც მომენტში ამ თანხების დაკარგვის მერე და ამ გაჭედვის მერე ბიუჯეტში ცოტა გაგვიჭირდა და ანდერსონმა საკმაოდ მისაღებ ფასებში გავიკეთა ბევრი რაღაც და საკმაოდ დიდი ფასდაკლებებით პანამისთვის ძალიან კარგ ფასში გავიკეთა ყველაფერი. და ნუ მივედით საბოლოო ჯამში მაინც შევძელით ამ ყველაფრის გაკეთება და გავედით ფინიშში.
გარდა სარემონტო სამუშაოების სირთულეებისა და ხელოსნების, ასე ვთქვათ, არასანდაობისა, პანამაში არის კიდევ ერთი თავისებურება. თითქმის ყველა ტიპის ლიცენზია, რაც მოეთხოვება აშშ-ში მქონე რესტორანს, მოეთხოვება აქაურსაც. ანუ ყველაფერზე იღებ ცალ-ცალკე ლიცენზიას. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი საქართველოში როგორ არის, თუ განსხვავებულად არის, შეგიძლიათ კომენტარებში დაგვიწეროთ, მაგრამ აქ დაგვჭირდა ალკოჰოლის გაყიდვის ლიცენზია, საჭმლის გაყიდვის ლიცენზია, სანიტარული ლიცენზია, ფუმიგაციის ლიცენზია, ყველა თანამშრომლის ინდივიდუალურად ჯანმრთელობის შემოწმების სერტიფიკატი, მათი ხელების და პირისხრის მდგომარეობის, კიდევ ქვია საოკუპაციო ლიცენზია და კიდევ ერთი ლიცენზია სახანძრო ლიცენზია. მოკლედ ეს ლიცენზიები ყველა არის ცალ-ცალკე თანხა და მოსაკრებელი, ყველაფერზე გჭირდება იურისტი და ეს არის ერთი კიდევ იმდენი დამატებული ხარჯი რემონტს, იმდენი თუ არა 50% მაინც და ეს პროცესი იყო საკმაოდ რთული და დროში გაწელილი. თან ისე დაემთხვა, რომ აქ იყო არჩევნები, შეიცვალა ხელისუფლება და ამ გადმობარების პროცესში იყო კიდევ უფრო დიდი ქაოსი, ვიდრე მანამდე და ბიუროკრატია ისედაც არის და ძალიან შეგვინელდა. თუმცა ზოგიერთი ლიცენზიის გარეშე დავიწყეთ მუშაობა, რადგან წარდგენილი გვქონდა უკვე საბუთები, ესე ვთქვათ, განაცხადის ნომერი გვქონდა, რომ ჩვენგან ყველაფერი მზად არის და ახლა ველოდებით გადაწყვეტილებას და მოკლედ ესე დავიწყეთ 2023 წლის 27 დეკემბერს მუშაობა, ანუ 4 დღით ადრე ახალ წლამდე. ეს იმიტომ აღნიშნა, რომ სულ ჩვენ რაღაცა 1 წელი და 2 თვეა ვართ, ანუ ის რომ 2023-ში გავიხსენით, არ გეგონათ, რომ მთელი წელი მუშაობდით. მოკლედ ეს მინდოდა მეთქვა კიდევ სირთულეებზე. სამზარეულოს გუნდს რაც შეეხება, ჩავედით საქართველოში, რომ გვეპოვა შეფი, ვიპოვეთ საკმაოდ პროფესიონალი და იმ დროისთვის საკმაოდ ცნობილ და კარგ რესტორანში მომუშავე შეფი და შევთანხმდით პირობებზე და მას მოყავდა დამხმარე ასევე. თუმცა რომ ჩამოფრინდნენ, რატომღაც არ შემოუშვეს ეს ადამიანები, არ ვიცი რატო და რის გამო მოხდა ამ ადამიანების გაბრუნება, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ მოკლედ ვერ შემოვიდნენ პანამაში, ჩვენი მხრიდან ყველაფერი მზად იყო და გაკეთებული იყო, თუმცა მაინც მოხდა ისე, რომ ვერ შემოვიდნენ, რის მერეც მოგვიწია გადაწყობა და უკვე აქ ცხოვრები, ერთი ქართველის დატრენინგება და სწავლება ქართული კერძების, ის არ იყო თვითონ შეფად მუშაობდა, მაგრამ უფრო ევროპულ სამზარეულოში და უფრო სხვა მიმართულებით და სხვა კერძებთან ქონდა გამოცდილება, აქედან გამომდინარე მოგვიწია, რომ საქართველოდან ესწავლებინა და გაევლო კურსი, რომელსაც უტარებდა პროფესიონალი შეფ-повარი, ქალბატონი თეა ვეშაგური, რომელსაც ძალიან დიდ მადლობას ვუხდით და აი ეს მაყოფილი სტუმრები და რაც დღეს ლამროში ხდება, ეს ყველაფერი ასევე მისი დამსახურებაა და ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ამ ყველაფერში. შემდეგ უკვე რაც დავით ძალიან დიდი პრესის ქვეშ გაატარა დავითი და მოკლედ ესე მოუწია საკმაოდ მუშაობა, რომ დავით ყველაფერი ისე ესწავლა, როგორც საჭირო იყო. ყველა ხინკლის ნაოჭზე და ასე შემდეგ და მოკლედ მე უკვე დავითმა ასწავლა ჩვენ ერიკას ქართული კერძების გაკეთება და დღესდღეობით ერიკი ძალიან კარგი შეფია და ჩვენ ძალიან გვაყოფილები ვართ, ასევე სტუმრები და უკვე ერიკს ყავს საკმაოდ კარგი გუნდი სამზარეულოში. არ ყავს დიდი გუნდი, სულ 3 ადამიანისგან შედგება ჩვენი სამზარეულოს გუნდი, მაგრამ კარგად ართმევენ თავს, რაც მთავარია და ჩვენი სტუმრები გვაყოფილები. Say hi to our followers. Hi. To Georgia. Gloria. Hi.
ონორიო ვიპოვნე, აი ჯერ მაგას მოგიყვებით. როგორ ვიპოვნე, ანუ სანამ გავხსნიდით. ძალიან დიდი ხანი გაგვეწელა როგორც მოგხსენებათ და ძალიან ბევრი ბრძოლა მოგვიწია სანამ გავიხსნებოდით და ნუ ძალიან დიდი დოზით ვატარებდი ამ უბანში დროს და ონორიო მუშაობდა ერთ-ერთ ბარში სადაც ერთი ქუჩა ანუ ესე წრეს არტყავ კასკოვიეხოს და ის ყოველდღიურად ხედავდი ხოლმე და ონორიოსას და ონორიოს თანამშრომლებსაც ნუ ვესალმებოდი იმდენად ყოველდღიურად ხედავდით უკვე ერთმანეთს რომ ჩვეულებრივად ვესალმებოდით ერთმანეთს და განსაკუთრებულად ისეთი მომღიმარი და ისეთი გამარჯვებით გამოირჩეოდა ხოლმე ონორიო და შემდეგ უკვე რომ დავიწყეთ ძებნა და მივხვდით რომ საკმაოდ რთული იყო ნორმალური ადამიანის პოვნა და ჩვენ გვჭირდებოდა იქიდან გამომდინარე რომ ჩვენი რესტორანი დიდი არ არის და ფართიდან გამომდინარე ჩვენ უნდა გვეპოვნა ბარტენდერი რომელიც ბარმენი იქნებოდა და ასევე სალაროსთან მუშაობას შეძლებდა და ნუ ერთ-ერთი იყო ვისაც მივაკითხე ან ბევრი ადამიანი გამოვცადეთ ამ სფეროში მაგრამ ონორიო ყველაზე ძველი თანამშრომელია რომელიც ხან მე არ მესმის ხოლმე ისე მეტყოლებს რომ მარტო ელენეს ესმის 100% ონორიოსი ანუ და ყველაზე კარგად ელენეუგებს ჩვენი ახლა მეგობარიც არის ოჯახის წევრი თანამშრომელი ონორიო ერთ-ერთი ყველაზე ახლო ადამიანია პანამაში რემონტის შემდეგ ყველაზე რთული და დროში ესე ვთქვათ გაწელილი ეტაპი იყო ავეჯის და აქსესუარების მოძიება, რაც გვჭირდებოდა რესტორნისთვის. თავიდან ვაპირებდით, რომ ჩინეთში შეგვეკვეთა ავეჯი, ჭურჭელი და ეს ყველაფერი, მაგრამ მე გითხრეს, რომ კონტეინერების ფასი ძალიან გაძვირებული იყო პანამაში და ასევე დრო 2-3 თვით ადრე უნდა დაგვეწყო დაგეგმა, რაც მოკლედ არ გვეწყობდა, მაშინ უნდა გადაგვედა გახსნა. ადგილობრივი მაღაზიები ძალიან ძვირია, იმიტომ რომ პანამაში არ არის ძირითადად შიდა წარმოება და ყველაფერი შემოდის გარედან და ზოგადად პატარა ქვეყანაა და სარესტორნო ბიზნესიც პატარა ნიშა არის, ამიტომ არ არის ესე რომ მიხვიდე და რესტორნისთვის ბევრი მაგი და სკამები ნახო. გამოსავალი იყო ესეთი. პირველ რიგში გვინდოდა რომ ძალიან დავხმარებოდით ადგილობრივ ინდიელებს, იმიტომ რომ დღეს ესე ვთქვათ ისინი ცდილობენ რომ სამოქალაქო ცხოვრებაში ჩაებან, თუმცა თავის ტრადიციები შეინარჩუნონ. და მოკლედ მაგალითად ყველა სკამი რასაც ხედავთ მათ შორის ესეც არის დარიენის რეგიონში მცხოვრები ინდიელების ხელით გაკეთებული ეს არის ფიჭვის ხე ტროპიკული ფიჭვის ხე და ეს არის ტყავი რომელიც არის მერე შეღებილი დაახლოებით 40 სკამი შევუკვეთეთ მათთან ასევე შევუკვეთეთ 12 მაგი და ყველა არის ნატურალური ფიჭვისგან გაკეთებული და დარიენიდან ჩამოგვიტანეს და ესე ვთქვათ win-win სიტუაცია გამოვიდა ჩვენ ძალიან კარგ ფასად გავაკეთეთ ეს ყველაფერი და იმათმაც მოგება ნახეს და მოკლედ ერთ-ერთი საყვარელი ნაწილი რატომ ეს პანამელებს უყვართ აქაურობა იციან რომ ადგილობრივებს ვცემთ პატივს და მაქსიმალურად გვინდა ესე ვთქვათ რომ ჩვენ რასაც მოვიგებთ მათაც გავუზიაროთ რაც შეეხება სხვა დეტალებს აი ალბათ ნახავთ რომ აქ არის ხალიჩა მაგალითად რომელიც არ იყო თურმე საჭირო რომ საქართველოსდან ჩამოგვეტანა იმიტომ რომ აქაც არის ინდურარებული მაღაზიები და მსგავსი სტილის ხალიჩების ყიდვა შეიძლება და თუმცა პირველ ჩამოსვლაზე მე და გუგამ 4 ჩემოდანი აქსესუარები და პრინტები და ყანწები და ესეთი რაღაცები ჩამოვიტანეთ. მაგრამ მე ჭკუა ვიხმარეთ პროცესში, ავარჩიეთ ჩვენ ინტერიერის დიზაინერთან ერთად ნახატები და ესე ვთქვათ ესკიზები ან ნუ ნებისმიერი რამ რაც საქართველოს უკავშირდებოდა და აქ დავაბეჭდინეთ რაც ძალიან ნორმალური ფასი იყო თქვენ ნახავთ რომ გვაქვს ფიროსმანის ნახატები, აბრამიშვილის ნახატები, ასევე გვაქვს ძველი ქართული ფილმების კინოაფიშა, სადაც ჩანს როგორც ქართული ამბანი, ასევე სტილი და როგორც წესი ჩვენი სტუმრები, ვინც მოდიან პირველად, ყოველთვის გვეკითხებიან, რომ ეს წერწერები რას ნიშნავს, თქვენი ამბანია, ვაიმე რა განსხვავებულია, აი განსაკუთრებით მოწონთ ეს ვეფხისტყაოსნის პრინტი და მოკლედ აი რაღაცნაირად ვცადეთ, რომ ძალიან
ავთენტური და ჩვენთვის საყვარელი ოჯახური გარემო შეგვექმნა აქ და სხვათა შორის ჩვენი სტუმრების უმრავლესობა არიან ოჯახები, მეგობრები, აი ძალიან კარგი სეგმენტი დადის ჩვენთან სტუმრად, ძირითადად ხან აღნიშნავენ რაღაც დღესასწაულს, ან მაგალითად პაემანი აქვს, ან ნაცვლობა, ბევრი ნიშნობაც ვქონია და სხვათა შორის ცოტა ხნის წინ, ერთი კვირის წინ მქონდა ქორწილის პატარა 26 კაციანი და ძალიან მოიწონათ აქაურობა და საჭმელი ჩვენ სტუმრებს. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ აქ ყოფილიყო ისეთი ოჯახური გარემო. აქედან გამომდინარე, არ მინდოდა ეს რაღაც თეთრი სწორი ყველა რესტორანში რაც არის ეგეთი თებშები და ალბათ გუგა შევიკალე იმდენ მაღაზიაში ვიყავით, იაპონური მაღაზია, ჩინური, არაბული, ყველა მაღაზიაში ვიყავით, რომ გვეპოვნა რაღაცნაირი საქართველოში, აი რეგიონებში როგორი თიხის ჭურჭელიც არის და თან რა თქმა უნდა იდეა იყო რომ ეს ყველაფერი ერთმანეთს უნდა მოხდენოდა, მაგრამ თან სხვადასხვანაირი ყოფილიყო. აი მაგალითად რომ ნახოთ, ეს არის თებში, სადაც ან ხინკალს ვსდებთ, ან ქაბაბს ვსდებთ. ყველა მეუბნებოდა არ გვინდა ამხელა დაიმტრევა, მაგრამ ჩვენივრად შეინახა. ეს არის ძირითადი კერძების თებში. აი ნახეთ როგორ უხდება სალათები გასარეცხად არის და ამიტომ ვერდებ და ამაზე ვდებთ ხოლმე დესერტებს და აი რაღაცნაირად ჩემ ესთეტიკაში ძალიან ჭდება, მახსენებს სახლს. სხვათა შორის დედამჩემთანაც და ბებიაჩემთანაც ყოველთვის იყო ჭურჭელში სიჭრელე. შეიძლება ხა ესეთი ფორმები არ იყო, მაგრამ იყო სიჭრელე და ეგ სიჭრელე საქართველოს და ოჯახის განცდას მიტოვებს და მოკლედ ძალიან ბევრი კომპლიმენტი მივიღეთ ჩვენი სტუმრებისგან, რომ გვაქვს განსაკუთრებული ჭურჭელი და ძალიან მოწონთ. დღეს რესტორანში მოვედით ისე დროს, რომ ცოტა ხალხი იყოს, იმიტომ რომ წინა და ძალიან ხმაური იყო და კარგად ვერ ჩავწერეთ ინტერიერი, თან ჭამაში ხელს ვუშლიდით, მე მგონი ვიდეოს ჩაწერით და ეხლა დაათვალიერეთ ჩვენი რესტორანი. ეს არის შემოსასვლელი, რომელიც საკმაოდ გადატვირთულია, როგორც ხედავთ. აქ რასაც ხედავთ, ყველაფერი არის ჩვენი ხელით გაკეთებული, არაფერი არ დაგვთა, გარდა შავი კარკასისა, როგორც გუგამ უკვე მოყვა წინა ვიდეოში. ეს ბარიც გავაკეთეთ ჩვენ. არის ხის ბარი ბამბუკით. ცოტა იმაზე მუქი გამოვიდა, ვიდრე გვინდოდა. ძალიან ბევრი პრინტები გვაქვს. ეს გამყოფი თუ რა ქვია, შირმა ვიყიდეთ ინდურ მაღაზიაში, ძლივს ვიპოვნეთ. აი ნახეთ, ეს კარადა კიდე ვიპოვნეთ მექსიკურ მაღაზიაში, მექსიკური ხე არის, ხელით ნაკეთია და რაღაცნაირად აი საქართველოში ბებიებთან და ბაბუებთან რა სახლშია ეგეთი კარადა გამოვიდა. აი აქედანაც შეგახედავთ როგორია რესტორანი. ესეთი პატარა ეზო გვაქვს, რომელსაც ხან ვიყენებთ, ხან არა, დამოკიდებულია იმაზე, ზემოდან წვიმა გვასხამს თუ არ გვასხამს. როგორც იცით, პანამაში დაახლოებით 6 თვე წვიმს. ეს ხემაჩუკა გუგამ და ჯერჯერობით რესტორანში გვაქვს და აქ ვსრდით. ეს მარიტას განამონარიდი. აი ესეთი საყვარელი ხელსაბანი გვაქვს და აქეთ უკვე აბაზანა. ჩვენი რესტორანი სამზარეულოს ჩათვლით არის სულ 120 კვადრატული. ერთდროულად ეტევა 36 ადამიანი და პლუს კიდევ 8 ადამიანი ბართან და აი სულ ეს არის პატარა, მაგრამ ძალიან საყვარელი და პანამური სტანდარტისთვის არც ისე ძალიან პატარა.
რესტორანში წყნარი საათი გვაქვს, ამიტომ წყნარად მოგიყვებით, რატომ დავარქვით რესტორანს ლამრო. ლამრო არის ბებიაჩემის სახელი, რომელიც იყო ძალიან მაგარი მზარეული და აი მართლა მთელი სამეგობრო და სანათესაო მისი სუფრების ირგვლივ იკრიბებოდა და გიждდებოდნენ მის გაკეთებულ კერძებზე და ჩემი ოცნებაც იყო, რომ თუ როდისმე რესტორანი ან კაფე მექნებოდა, მისი სახელი დამერქმია, იმიტომ რომ ვფიქრობ დიდი გავლენა მაქვს იმაზე, რომ მეც მიყვარს საჭმელების კეთება ლამროსგან. მოკლედ, რესტორნის სახელის მოფიქრების პროცესში რომ ვიყავით, გუგასთან მივედი და ვუთხარი, რომ მეთქი რაღაც ისეთი სტანდარტული დარქმევას, როგორიც არის საქართველო ან რაღაც მსგავსი, ლამრო ხო არ დავარქვათ, თქო, ძალიან კარგი ისტორია გამოგვივეთქო და თან ლათინოსებისთვისაც საკმაოდ მარტივად წარმოსათქმელი სახელია და გუგასაც ძალიან მოეწონა, თან ძალიან უყვარს ლამრო და აქედან გამომდინარე ორივემ რაღაც ერთნაირად ერთსულოვნებით გადავწყვიტეთ, რომ დაგვერქმია სახელი ლამრო და მართლა ვინც აქ მოდის დაინახეთ ჩვენი მენიუს პირველ გვერდზე გვიწერია კიდევაც, აქ ლამროს სურათიც არის, მე და გუგასით, ნუ თბილისი და საქართველოს ფრაგმენტები, გვიწერია ჩვენი ისტორია, ამბავი, სახელი როგორ შევარჩიეთ და ძალიან ბევრი ადამიანი ამით იხიბლება, განსაკუთრებით ბებიები და ბაბუები. მოგიყვებით ჩვენს მენიუზე, რომელიც შედგება სულ 25 პოზიციისგან და სტანდარტულად არ გვაქვს ესეთი მრავალფეროვანი კერძები, იმიტომ რომ ჩემთვის და გუგასთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ნამდვილი ქართული გემოების დასმა და ისეთ კერძებზე, რომლებზეც ვერ დავსვით გემოები, ან ამოვიღეთ მენიუდან, ან საერთოდ არც ყოფილა აქ. ჩვენი ესე ვთქვათ სტარტერები ძირითადად არის ნიგვზიანები და ქართული სალათა, ასევე მჟავეული, რომელსაც ჩვენი შეფი აკეთებს ჩვენს რესტორანში ყოველ ორ კვირაში ერთხელ და ძალიან მოწონთ. რა თქმა უნდა, ხაჭაპური კუბდარი და აჭარული ხაჭაპური, რომელიც ტოპ გაყიდვადი კერძებია და ხინკლის მრავალსახეობა გვაქვს. სოკოს ხინკალი, ხორცის, ყველის ხინკალი და ჩვენ და გასაკვირად, რა თქმა უნდა, ხორცის ხინკალზე გიждდებიან, მაგრამ სოკოს ხინკალიც ძალიან უყვართ აქ, იმიტომ რომ ეგზოტიკური ინგრედიენტია სოკო და ხშირად აგემოვნებენ ხოლმე. რაც შეეხება მწვადს, ქაბაბს და მსგავს კერძებს, ყველაფერს ვწვავთ გრილზე, ცეცხლზე, ცხიმის გარეშე. გუგამ აღმოაჩინა ძალიან მაგარი ხორცის მაღაზია, რომელიც არის არგენტინელი ოჯახის. იქიდან ჩამოყვანილი, ესე ვთქვათ, ცხოველების ჯიშებს ზრდიან პანამაში, თუმცა არგენტინული საკვებით და წესით და ალბათ იცით, რომ არგენტინული ხორცი არის მსოფლიოში საუკეთესო და შესაბამისად გვაქვს სასწაული გემოები. წარმოიდგინეთ ქართული წესით დამზადებული მწვადი, რომელსაც აქვს არგენტინული, ესე ვთქვათ, ხორცი არის საუკეთესო ნაზავი. რაც შეეხება დესერტებს, იმდენად ცოტა ადგილი რჩება ჩვენ სტუმრებს დესერტისთვის, რომ დიდად ესე ვთქვათ, მრავალფეროვნება არ გვაქვს. სულ გვაქვს 3 ტიპის დესერტი, რომელიც არის ჩიზკეიკი, მედოკი და ეკლერი. ეკლერს ძალიან მაგარს აკეთებდა ლამრო და მის რეცეპტს ვიყენებთ და სამივე ძალიან კარგია. კიდევ მინდოდა მეთქვა, რომ ხინკალი კეთდება ზუსტად ფასანაურში, როგორი ხინკალიც არის, ისეთი, იმიტომ რომ გუგა დედის მხრიდან წარმოშობით არის ფასანაურიდან და ნუ ბებიამისმა როგორი ინსტრუქციაც მოგვცა და ინგრედიენტებისია, ზუსტად ისეთ აკეთებენ ჩვენი პანამელი მზარეულები და ძალიან გემრიელია. ეხლა იმდენი ვილაპარაკე საჭმელზე, რომ მე პირადად ძალიან მომშივდა, თან ვიცოდი, რომ ლამროში მოვდიოდი და დიდად არ ჭამე სახში არაფერი, შენ რა შეჭამ? ქაბაბს? მეც შევჭამ ქაბაბს. ხრის ხორცი შევუკვეთოთ? ქართული სალათა? პური? Two kebabs, one cordero, one kebab de lambro, uno jincali, ensalada georgiana y xarcho uno. მოკლედ დაველოდოთ ახლა ჩვენ შეკვეთასთან სამზარეულოსაც გადავიღებ და თანამშრომლებსაც გაგაცნობთ და მე დავაგემოვნებ და გეტყვით როგორ მოგვეწონა ჩვენი კერძები. 95% ყოველთვის ძალიან გემრიელია ხოლმე, მაგრამ არის 5%, რომელიც ხანდახან არ მოგწონს და ვაკონტროლებთ ხოლმე მოკლედ მუდმივად გასინჯვით. ეხლა გაგაცნობთ ჩვენს ორ თანამშრომელს, ონორიოს და იარის, რომლებიც ჩვენთან მუშაობენ, ძალიან გვიყვართ, ვუყვართ და მოკლედ სანამ ხალხი მოვა, გაიცანით. ეს არის ონორიო, ჩვენი ბარმენი, ეს არის იარი.
ძალიან საყვარლები არიან და სხვათა შორის TikTok-ზეც თუ გამოგვიწერთ ლამბრო პანამას, იქ ძალიან ბევრ ისეთ ვიდეოს ვსვებთ სასაცილოს და შიდა სამზარეულოს და მე მგონი საინტერესო იქნება. ეს არის ჩვენი სამზარეულო, ეს არის ამელინო, ჩვენი შეფის დამხმარე. ეს ონორიო უკვე განახეთბარჭი. ეს ერიკი არის ჩვენი შეფი და ეს არის მანუელი, რომელიც არის ასევე ჩვენი სუშეფი დამხმარე. ეს ადამიანები არიან კუნას ხალხი, აბორიგენი მოსახლეობა პანამის, რომელიც ითვლება, რომ არიან საუკეთესო მზარეულები, ასევე ძალიან მოწესრიგებულები და ძალიან სუფთები. თავიდან სიმართლე რომ გითხრათ, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ჩემი საყვარელი ბებიის ლამროს რეცეპტით ერიკი კუნადან გააკეთებდა ძალიან მაგარ ხაჭაპურს. მართლა ძალიან გემრიელია. ყველაფერი, რასაც აკეთებს და რასაც ხელს მოკიდებს და თან ყველაზე, ესე ვთქვათ, კიდევ გასაოცარი ის არის, რომ მათთვის ეს სამზარეულო ძალიან ეგზოტიკური და ახალია, რა თქმა უნდა და მაინც რომ ესე კარგად შეისწავლეს. მაგრამ თავიდან მეგონა სუბიექტურები ვიყავით მე და გუგა, იმიტომ რომ რა თქმა უნდა ჩვენი რესტორანია და რაღაცნაირად შეიძლება ობიექტურები არ ვიყოთ, მაგრამ ბევრი ქართველი სტუმარი გვყოლია, ახლა უმრავლესობაში არ არიან, მაგრამ ძირითადად ის ქართველები, ვინც ამერიკაში ცხოვრობენ და შეუძლიათ შეადარონ იქაური რესტორნების გემო, აქაურს და სულ ყველა გვეკითხება, რომ როგორ დასვით ესეთი გემო, ვინ არის თქვენი შეფი, ინგრედიენტებს აწიდულობთ და დედაჩემი თავის მეგობარი რომ იყვნენ აქ, ისინიც გაგიჟდნენ გემოებზე და დედაჩემი მეუბნება დღემდე, რომ მე ეგეთი ხინკალი საქართველოშიც არ მიჭამია და მოკლედ აი ესე რაღაც ძალიან გემრიელი გამოგვდის ყველაფერი და ეხლა დავაგემოვნებ თქვენთან ერთად ჩვენს კერძებს, რომელიც შეუკვეთეთ. რამდენიმე დეტალი, რომელიც გუგას დედამ, ანუ ჩემმა დედამ თილმა გამოგვეტანა საქართველოდან და გვიგროვებდა რესტორნის გახსნის ეტაპზე, რომელიც ჩვენ სტუმრებს ძალიან მოწონს. პირველ რიგში ესეთი სამარილე და შავი საწიწაკე, მოკლედ მიხვდებით, რაც არის ხინკლის ფორმის და თან რო ხინკალს ხედავენ და თან ვაიმე როგორ გავს და მოკლედ შოქში არიან ხოლმე და ყველს ძალიან ეს მოწონს. ესეთი ღვინის ბოთლებზე ჩასაცმელი ჩოხები გვაქვს, ჩოხებთან ერთად. ქართული ღვინო არ გვაქვს, მაგრამ გვექნება როგორც გითხრეს. მოიცადეთ, მარტო ჩოხა არ გვაქვს, აჭარულის ფორმითაც გვყავს ხალბატონი წარმოდგენილი. აი ნახეთ. აი ესეთი. და ძალიან უყვარს სხვათა შორის ბავშვებს სურათების გადაღება მსგავს რაღაცაებთან. რა თქმა უნდა, გვაქვს ჩვენი ფაფახი. აი და მიხდება მე მგონი. გუგა, ნახე როგორ მიხდება ფაფახი. მოკლედ ესეთი ფაფახი გვაქვს ორი, რომელიც არის საყვარელი, ესე ვთქვათ, სპოტი სტუმრებისთვის, იმიტომ რომ მე იღებენ სურათებს, ძალიან უყვირთ ესეთი ფორმის რაღაცები და უხარია ჩავით, ძალიან მიხდება. ძალიან მომწონს. ხო არ წავიღო სახში, მაგრამ დამცრე. Hola. ხაჭაპური ხო არ გაუ? ხაჭაპური, პიცა? Pizza. Pizza, რა. ესე ჩვენი მეზობლები. ხანდახან ივენთიც გვაქვს ხოლმე, როცა ყველა ბავშვს, რომელიც ცხოვრობს ჩვენს ქუჩაზე, ვუკეთებთ ხოლმე ლანჩბოქსებს, ქართულს და ჩუქნით სათამაშოებთან და რაღაცებთან ერთად. ეგ შეიძლება მე ცალკე ჩავწეროთ, ნახოთ. ეხლა წავედით მე და გუგა დავაგემოვნეთ. ეს არის ჩვენი ქართული სალათა, რომელიც მე შევკვეთა, ეს არის ხარჩო. ხარჩო გვაქვს ისეთი. მე ხარჩო საერთოდ საქართველოში არ მაქვს გასინჯული, იმიტომ რომ არ მომწონა ჯერ სახელი და მე ვიზუალი, მაგრამ აქ მომიწია თეისინგზე რომ გამესინჯა და ძალიან ძალიან გემრიელია ჩვენი ხარჩო და ვნახოთ ხო ისევ ისეთი გემრიელია. უფ ეს შენ უნდა ჭამო გაციებულმა ისე. ხინკალის მომიხდება გაციებულზე მე. მიყვარხარ. დავაგემოვნეთ ისე რომ ახალი ვარდისფერი ზედა არ დავსვაროთ, ეს სხვა მისია არის. ძალიან გემრიელია. მოკლედ ხარჩოს 10-დან 10 უკონკურენტო ხარჩო გვაქვს. ნუ ამ კონტინენტზეც და შეიძლება მაგ რეგიონშიც. რეცეპტი თუ დაგაინტერესებთ, კომენტარებში დაგვიწერეთ და აუცილებლად დაგიწერთ.
ქართულად გინდათ, ინგლისურად გინდათ, ესპანურად გინდათ, ყველა ენაზე გვაქვს უკვე ნათარგმნი. აი ეს ბიჭო, ნაოჭებიც უკვე ისეთ ხო პროსტ ძალიან დააპატარავა მე მგონი. მაგრამ ნამდვილი ფინკალი პატარაობდა. როგორია? პაციენტზე ძალიან გემრიელი. 10 და რამდენს დაუწევი შეფასებას? ნო, 9-ს დაუწევი. ოდნავ გავადიდებდი რა. არჩენი არა, ძალიან გემრიელია. აი ჩვენი ქაბაბი. ჩამს ანუ ამ ლავაშს ჩვენ არ ვაკეთებთ, ყიდულობთ, გუგას უნდა რომ გავაკეთოთ, მაგრამ ნახოთ. ხახვა გავაკეთოთ ცოცხალი შიგნით. გუგას აქვს ცხვრის ქაბაბი, ხო? მე ჩვეულებრივი ქაბაბი მაქვს საფრანგეთის ხორცით, რომელსაც ვაზავებთ 20% ქათამთან, რომ კარგად შეიწვას. კი არ შეიწვას, შეიბრას. სხვათა შორის ჩვენი მენიუ არის. ფოტოებით, იქიდან გამომდინარე, რომ აქ არავინ არ იცის. საერთოდ ჩვენამდე არავინ არ იცოდა, სანამ გავხსნით რესტორანს ქართული სამზარეულოს შესახებ ფოტოებით უედულდებათ არჩევა. აქ ცხვარი არის მაქსიმუმ წელიწად ნახევრის რომ იცოდეთ, ანუ მე აღარ იყიდება. ცხვარი არის შეჩევნია? კი, ეს ბევრად გემრიელია, მაგრამ სანამ ეს გვექნებოდა, ეგ მომწონდა, ხო გახსოვს? მაგრამ ცხვარი ძალიან გემრიელია. ვინც ლამროში მოვხვდებით, გირჩევთ, რომ გასინჯოთ ქაბაბი, რომელიც არის ცხვრის ხორცით. ხინკალია სასწაული. ხინკალი აჭარული, იმერუს ცომი აქვს, გაგიჟდებით. მოცარელათი ვაკეთებ. ბათუმში ესეთ აჭარულს ვერ შეჭამ. ვერა, ნამდვილად. ერთადერთი სხვაობა ის არის, რომ ჩვენ არ გვაქვს გიგანტური პატარა ზომის გვაქვს. და ვაკეთებთ მოცარელას ყველით, რომელიც ძალიან უხდება, იტალიელი ოჯახი გუმზადებს სპეციალურად მოცარელას და ძალიან მაგარი გამოდის. ესეც ჩვენი იმერული ხაჭაპურები, რომელსაც ვუწყობთ ბავშვებს. ჯერ 5 ხინკალი რა არის პორცია ჩვენ ფასანაურში თბილისში უკვეთავთ 50 პორციაში 5 მოვაქვთ და რამხელა რა იყო. მოხ რა შენი გადაწყვეტილება. ჩემი არა შენი. მაგაში მომენტლება არ მომიღია. რა, აბა იგივე პროცესი მოვიწყდეთ. ხო ეს რასაყვარელი გოშია. ¿Cómo te llamas? Camila. Mucho gusto, Camila. Yo soy Guga. Ella Elene. Panama City-ში არის 1500-ზე მეტი რესტორანი და ამ 1500 რესტორანში აგურჩიეს პირველ ადგილზე კვებაში, მომსახურებაში და გარემოში. რომ არ გეგონოთ რომ ამ საუკეთესო რესტორანს დასახელდათ რომ ვიძახით ტუფტაზე ვამბობთ და რაღაც ისე ვიძახით არის ესეთი პლატფორმა დეგუსტა პანამაში კი არის ზოგადად ესპანურ ეროვან ქვეყნებში სადაც დარეგისტრირებულია კონკრეტულად პანამაში დარეგისტრირებულია 200,000-ზე მეტი მომხმარებელი და შეუძლებელია გაყალბება fake user-ით ვერ დარეგისტრირდები ფიზიკურად და ნუ მთავარი რაც არის დარეგისტრირებით შეიძლება დარეგისტრირდე მაგრამ ხმას ვერ მიცემ თუ არ ხარ რესტორანში ნამყოფი და ეს მომხმარებლები აძლევენ ხმას თავიანთ საყვარელ რესტორნებს, კერძებს და ასე შემდეგ და ანუ ამის მიხედვით შეფასდა ჩვენი რესტორანი და გახდა საუკეთესო პანამაში. ეხლა მივდივართ ჩვენ შევს ერიკს და ერიკის დამხმარეს უნდა გავუვაროთ ჩვენ კახელოს და უნდა წავიდეთ ვიყიდოთ პროდუქტები ერიკი და კახელო პირველად მოდიან და უნდა ვანახო ნუ მე შეიძლება მომავალში იარონ ასე საეჭვოა რომ თვითონ მოითხოვეს რომ ვივლითო ნუ მიზეზი ის არის შეიძლება ხანდახან ვაგვიანებთ ხოლმე ჩვენ მიტანას და მე ყოველთვის დროულად არ მიმაქვს ხოლმე ყოველ პროდუქტი და ამან განაპირობა ეს ინიციატივა მაგრამ პანამელები ჯიგრები არიან, არ
შემაქეჭვი, მაგრამ მაინც ყოველთვის იმის მომხრე ვარ, რომ პანამაში ისეთი გამოცდილებები მივიღეთ, რომ ზედმეტი კითხვები დავსვათ ჯობია და ზედმეტად დავინტერესდეთ, ვიდრე მომატყუებულები დავრჩით. ხო და ეხლა გველოდებიან, სადღაც ვერაკრუსში გამოვუარე. ჯეჯერობით ავეძებ და ვერაპოვე და წავალთ და განახებს დღევანდელ დღეს როგორ მოვივლით პროდუქტებს. აი ჩვენი ძვები. დიგორა ნახე რა კაცია კახეო. აი ეხლა მივდივართ, მეგობრებო, გამოვუარეთ ჩვენ შეფს ერიქს და Digor. Manuel's. Eric, tu plato favorito del Ambro? Gincali, Gincali, sì, amigo. Manuel, tu plato favorito? Kurdari. Kubdari? Kubdari. Gincali de hongos. Swanuri kerdebio seba Manuel's. Gincali? Sì, Gincali is best, amigo. მე სიმართლე ითხრა, ძალიან გამიხარდა რომ ეს ინიციატივა გამოთქვა ერიკმა. იმიტომ რომ ერთ ბოლოში გვიწევს ხოლმე ღირვა ერთი პროდუქტის, მეორე პროდუქტის მეორე ბოლოში, ქართული სამზარეულოსთვის თურმე ბევრი ძალიან სხვადასხვა კუთხეებიდან და სხვა ქვეყნის მაღაზიებში მიწევს ხოლმე სიარული, იმიტომ რომ რაღაც სუნელები ინდურ მაღაზიაში უნდა ვიყიდო. ხორცინო ნაწილი, კი არა, ძირითადი ნაწილი მოაქვთ დისტრიბუტორებს პროდუქტის, მაგრამ ნუ მაინც რა დაახლოებით 4 მაღაზიაში მიწევს ხოლმე სხვადასხვა მაღაზიებში სიარული, რომლებიც საერთოდ მდებარეობს ერთმანეთთან ახლოს. და ეხლა მოვედით მოკლედ სუპერში. ჩვენ პირველ მაღაზიაში განახევთ, ეს არც თუ ისე იაფიანი მაღაზია. გადაღება არ შეიძლებაო და გამომართვევინეს კამერა. ცოტას მაინც გადავიდე. აი ერიკა ხორცს ყიდულობს, აქ ყიდულობთ ხოლმე ხორცს, ქათამს, ღვიძლს. Lechuga de pollo aquí, ¿sí? აი ხორცი ნაწილს ხორცის აქ ყიდულობს. განახებს ტიგორა დაკარგულია. ¿Qué pasa, Tico? რა როჟებია იგი. სუპერ 9-9-ში მოვჭით შოპინგს. ჩუმად ვიღებ, იმიტომ რომ არ მაღებინებენ, არ შეიძლება გადაღებაო და ჩუმად ვიღებ. ეხლა მივდივართ პრაის მარტში, რომელშიც ყიდულობთ ხოლმე კარაქი, კვერცხი, ყველაფერი ბევრად იაფია, ვიდრე სხვა მარკეტებში და უბრალოდ ძირითად პროდუქტებს, რაც ჩვენი საყიდელია ხოლმე, მან ყიდულობთ. ნაწილს ხორცისას მან დასყიდულობთ, მე მგონი ჩაკაფულისთვის ხორცს მგონი მან ყიდულობთ. ხო და სანამ მან პრაის მარტში მივიღოთ, ეხლა ყავის დალევა ვერ მოვასწარი და ყავას დავლევთ. ჩვენ ძველ უბანში ვართ. სადაც მე დენლი ადრე ცხოვრობდით და თან განახებთ ამ კაფეს და სადაც ცხოვრობდით მაგუბანს. Buenas amigos. ეს ჩვენი უბანია, სადაც მე დენლი ადრე ცხოვრობდით და აქ არის ძალიან კარგი კაფე, სადაც ყიდიან ძალიან გემრიელ ყავას. დილას ვერ მოვასწარი, მეჩქარებოდა ერიკთან და ტიკორასთან და მეხლა ვიყიდი აქ ყავას და მერე გავაგრძელებს პრაის მარტში პროდუქტების ყიდვას. აი მოვედით პრაის მარტში მეგობრებო. ეხლა აქ ვიყიდით კვერცხს, აი ფარს, ჟავე კითხვს და ეს რაღაცებს და მე გავაგრძელებთ სუნელებისკენ. Ticor, you have in Georgianos barbecue? Barbecue. Sí? Sí. ახელებს ვასწავლიო, თუ ეკნებათო სურვილიო საქართველოში თუ ჩამიყვანო ისეთ წვას და ისეთ ქაბაბს აკეთებს. რა შეუძლია. ვისაც სურვილი გექნებათ. რა ჩამოვიყვან საქართველოში გასწავლით. აი ხუმრობ კახელების გაბრაზება.
არ მინდა მეცკა ხელი ვარ ხუმრობ მეგობრებო არ იგონოთ რომ მართლა ვიძახი მაგრამ მართლა კარგი წვეთს და ქაბობს აკეთებს აი ყველაზე ისეთი პროდუქტი არის ნიგოზი აი ეს ახლა ახალი მოტანილი აქვს და იმიტომ ამდენი თორე ყველაზე დიდი პრობლემაა ხო იმიტომ რომ ნუ მე კი შოვება მაგრამ ანუ აი ძალიან პატარა რაღაცა 9 კილო ხირს ხოლმე ძალიან ძვირი და ესეც იდეაში ძალიან ძვირია $9 გახდა მგონი ეს მოკლედ ნიგოზია ყველაზე პრობლემური პროდუქტი პანამაში მეგობრებო მაგრამ ნუ ჯერჯერობით არის Amiga sí მეგობარ შეხვდა Best chef, sí. Ai superში უკვე ერიკმა დაამუღამა რა როგორ უნდა აკეთოს. ჩემი აზრით არ გაუჭირდებათ ჩვეულებრივად შეძლებენ სიარულს და ყიდვას ნუ უფრო ამ საკითხში ნდობა იყო და ნუ ნდობის ფაქტორი იყო რომ არ მოეპარათ როგორც მოიხსენებათ ხშირად არის ის შემთხვევები რომ შეფია თუ მზარეული რომელიც დამხმარეა ამ შემდეგ იპარავენ და მთავარი პრობლემა ეს არის და იმიტომ დავდიოდი და ეხლა უკვე ჩვენ შეფს 100% ვენდობით ვფიქრობთ რომ შანსი ნოლია იმის რომ რამე იკადროს და მოკლედ ჩემი გაართმევენ თავს და უკვე ჩემს გარეშე შეძლებენ რომ იარონ პროდუქტებზე. სადაური ხარ კახელი? მე კახელი ვარ. კახელო. ერიკის და კახელოს საყვარელი მუსიკის მიმდინარეობა ჟანრი. აი ესეთი კახელი მზარეული ყავს რეგატონიევას. ერიქს უნდა საქართველოში წამოსვლა ხეორხიანო ჩემი აზრით ოღონდ აი მართლა ობიექტურად და აი მართლა ვფიქრობ რომ ძალიან ბევრზე თბილისში ყოველ შემთხვევაში და არა მარტო თბილისში საჭმელი სადაც მაგ გასინჯული ნუ აი ბევრზე თბილისში მე ესეთ ხინკალი როგორც ჩვენ გვაქვს პანამაში მე არ გამისინჯავს დაფნას იმამწონს ყველაზე მეტად და რაღაცით ვამსგავსებ ჩვენ ხინკალს ზომაც და ანუ გეიმოც და სანამ ჩვენ ამდენი წელი ცხოვრობდით თბილისში და სხვა თან მედალე ჯამალები ვართ ხინკალი მე ძალიან მიყვარს ფასანაურის გარდა ნუ თბილისში მე ჩვენთან როგორი ხინკალიც არის ეგეთი არ გამისიჯავს და ზოგადად სხვა კერძებით ეხლა ვლაპარაკობდით და იმართლა საქართველოში ჩამოვიყვანოთ ერიკი ვფიქრობ რომ ძალიან ბევრ შეფოვარს ძალიან დიდ კონკურენციას გაუწევს ქართულ სამზარეულოში პროდუქტები ვიყიდეთ ერიკმაც და მანუელმაც ნახეს თუ სად როგორ ხდება პავლოსის პროდუქტების შეძენა ისე რომ ვიზანთ ეხლა დავტოვებთ ლამროში პროდუქტებს და ევანდელი მისია შესაძლოა მივდივართ დავებთ ისევ მორჩით მოკლედ პროდუქტების ყიდვას და მივდივართ დავებთ მანუელს და ერიქს და ეხლა ყვებოდა რომ თურმე ყუმები ცხოვრობენ ზუსტად მანუელის სახლის უკან ანუ თავზე არის რაღაც პატარა მთასავით და მთელი ოჯახი ცხოვრობს თურმე და უცნაურია ყუმებთან ერთად თანაცხოვრება ანუ შავი ყუმები რო არის შავი პანტერები ეგენი ცხოვრება
საინტერესო. უბრალოდ მორჩით გადაღებას დავდავე ჩვენი მანუელი და ერიკი სახლში. ძალიან ლამაზ ადგილას ცხოვრობენ, აი სანაპირო აქ მარჯვნივ ოკეანეა და აქეთ მარცხნივ თვითონ ცხოვრობენ. მაგრამ თურმე ძალიან ბევრი შხამიანი გველი ცხოვრობს, რაც ვერაკრუზის ერთ-ერთი ყველაზე ისეთი პრობლემაა თურმე და ვერ უმკლავდებიან, იმდენად ბევრი არიან, რამდენიც არ უნდა შეწამლონ და ისქნან ტერიტორიები, ნუ მაინც ბევრი არიან ძალიან. და კიდევ მომიყვარო იგუანებს, აი ეს ხვლიკები რო არიან, ეგენის განსაკუთრებით ბევრი არიან და თურმე მაგას ერთ-ერთ ყველაზე ისეთ გემრიელ საჭმელად ითვლება პანამელები ჩვეულებრივად ამზადებენ ბევრი მომზადების წესი არსებობს თურმე და სხვა соусებით და იჭმევა და ძალიან გემრიელია თურმე. არც ერთი ბიზნესი არ არსებობს დაბრკოლებების და გამოწვევების გარეშე, მით უმეტეს, როცა ხარ უცხოელი ქართველი პანამაში, სადაც არავინ არ ცხოვრობს შენს გარდა ქართველი საელჩოც კი არ არის საქართველოში და უგას და მე ყველაფრის მოგვარება გვიწევს ჩვენით ყველას დახმარების გარეშე. მაგრამ ძირითადი გამოწვევები, რაც პანამაში გვქონდა, უკვე გადალახულია. ეხლა დაგვრჩა რამდენიმე გამოწვევა, რომელიც არის კარგი კადრების შენარჩუნება, იმიტომ რომ სარესტორნო ბიზნესში კადრები ზოგადად ძალიან დენადი, ესე ვთქვათ, ხალხია, ხშირად გადადიან, იცვლიან პროფესიას და ჩვენ ძალიან ვუფრთხილდებით იმ ჩვენ თანამშრომლებს, რომლებიც პირველი დღიდან გვყავს და ძალიან გვიყვარს ისინი და პატივს სცემთ და ეს ორმხრივია. მეორე გამოწვევა, რაც პანამაში გვაქვს, არის ის, რომ ჩვენი ლოკაცია არის პატარა, უკვე ძალიან ბევრი სტუმარი გვყავს, ვერ ვეტევით. და თან ჩვენ უბანში არ არის კარგი პარკირება. პანამელები კი რესტორანში ყოველთვის თავისი მანქანით დადიან და აქედან გამომდინარე გადავწყვიტეთ ლოკაციის შეცვლა. ეს გამოწვევაც არის და კარგი ამბავიც. და მუდმივი გამოწვევა რაც არის, ჩვენი კლიენტურა არიან ძირითადად პანამელები და აქ ჩამოსული ტურისტები. ჩვენი სამზარეულო არავინ არ იციან და ყოველდღიური გამოწვევა არის, რომ მაღალი ხარისხის პროდუქცია შევიტანოთ რესტორანში, იმისთვის რომ გქონდეს ძალიან გემრიელი საჭმელი და ანუ ყოველ დღე დავდივართ იმისთვის, რომ შევამოწმოთ ხარისხი და ვასახელოთ ჩვენი ქვეყანა. მე სულ ეს მახსენდება მიმდინარე გამოწვევებიდან და დანარჩენს გუგაგეთყვით რა გვაქვს სამომავლო გეგმებში. გაფართოებას რაც შეეხება პირველ რიგში ალბათ ღვინოს ველოდებით ჩვენი პარტნიორებისგან, რომლებიც საბუთებს ელოდებიან, რომ შემოიტანონ პანამაში ღვინო და ჩვენც მოუთმენლად ველოდებით ამ საბუთებს, იმიტომ რომ ჩვენი სტუმრები უკვე ძალიან დიდი ხანია კითხულობენ და ინტერესდებიან ქართული ღვინოთი და ასევე გადასვლას გეგმავთ სხვა ლოკაციაზე, უფრო დიდ ფარჩში და უახლოეს მომავალში ეს გვაქვს სამომავლო გეგმებში და კიდევ ერთი სიახლე გვაქვს, ველოდებით საქართველოდან კადრს, რომელიც იქნება ჩვენი რესტორნის მმართველი და გააგრძელებს, ასე ვთქვათ, ჩვენ საქმეს ლამროში და ჩვენ სავარაუდოდ ამ ყველაფრის განხორციელების შემდეგ წამოვალთ საქართველოში და ესეც ალბათ სამომავლო გეგმაა, რომ საქართველოში გავხსნათ ლამრო და საქართველოში გავაგრძელოთ სარესტორნო ბიზნესი. ჩვენ ამ თემასთან დაკავშირებით შეგვიძლია უსასრულოდ ვილაპარაკოთ და მოგიყვეთ აქაურ თავგადასავალზე და სარესტორნო საქმიანობაზე, მაგრამ დღეს დავასრულოთ. თუ გექნებათ კითხვები ან რამე დაგაინტერესებთ ამ თემასთან დაკავშირებით, შეგიძლიათ მოგწეროთ და ჩვენ გაგცემთ ნებისმიერ კითხვაზე პასუხს. და აუცილებლად გამოგვიწერეთ. მადლობა. გამოგვიწერეთ, ბედნიერს.